გაიხსნა საერთოდ ფაკულტეტი თეატრალურ ინსტიტუტში, კინოფაკულტეტი, ეს იყო სრულად ახალი ხილი. საერთოდ მთელ საბჭოთა კავშირში არსად არ იყო ეს მოსკოვის გარდა, მოსკოვის გიკის გარდა და უცებ აქ გაიხსნა ეს ფაკულტეტი. ამის მესწორები იყვნენ რეზო ჩხეიძე, თენგიზ აბულაძე, კაკო დვალიშვილი და დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ ეს მომხდარიყო. ეს იყო 74 წელს თუ არ ვცდები. და ეს გასკდა აი ეს ამბავი როგორც სენსაცია, იმიტომ რომ კინორეჟისორობა ძალიან პრესტიჟულ პროფესიად ითვლებოდა მაშინ და უამრავს უნდოდა ჩაბარება, ამიტომ ზოგიერთი ახერხებდა რომ გიგში წასულიყო, ზოგიერთი ვერა. ამიტომ იყო ძალიან დიდი კონკურსი. მე არავითარი ის არ მქონდა რაღაცა დიდი სურვილი და მისწრაფებები ამის მიმართ არ მქონდა. უბრალოდ იმ წელს ვამთავრებდი სკოლას. თან გამოცხადებული იყო, ყოველ შემთხვევაში თენგიზ აბულაძის ნათქვამი ჰქონდა, რომ მხოლოდ ის ადამიანები, ვინც უკვე ინსტიტუტი დაამთავრა, ვისაც თავისი გამოცდილება აქვს ცხოვრებისეული, რომ ისე აზრი არ აქვს კინორეჟისორობას. ძალიან ვეთანხმები, ეხლა დღეს ვეთანხმები ნამდვილად. უბრალოდ ის იყო, რომ მე დავამთავრე სკოლა, პარალელურად დამთავრებული მქონდა მუსიკალური სასწავლებელი, ვაპირებდი საერთოდ სხვა განხრით ან ფილოლოგიით ან მუსიკათ მცოდნეობით წასვლას, მაგრამ ახლა ესეთი შანსი გაჩნდა საქართველოში, მამაჩემმა შემთავაზა, რომ სინჯეო რას კარგავ ახლა რომ გააკეთო ასეთი გამოსაზე გახვიდეო. და ნუ ბავშვობაში წერდი, ვხატავდი, ყველაფერს ცოტ-ცოტას რო აკეთებს და სერიოზულად არაფერს. მოკლედ აი რაღაცა ასე სინჯის დონეზე წავედი მახსოვს. და რაღაცა დღემდე სასწავლოდ მეჩვენება რომ რატომ ვხვდები, იმიტომ რომ მივედი პირველ კონსულტაციაზე ისეთი სტრესი მივიღე, იმიტომ რომ ისეთი სერიოზული და მომზადებული და ჩამოყალიბებული ხალხი აბარებდა, რომლებიც იცოდნენ, რომ აუცილებლად კინორეჟისორობა უნდათ, რომლებიც იცოდნენ, რა უნდა გადაიღონ პირველი ფილმი, იყო ასეთი კითხვები ტურებში, რომ აი პირველ ფილმს ას გადაიღებო და ეს ყველაფერი ამ ხალხმა ძალიან კარგად იცოდა და ჩამოყალიბებულები იყვნენ, რაღაცა ძალიან სერიოზულად და ფილოსოფიურად საუბრობდნენ და ნუ მოვედი სახლში ტირილით რომ წარმოუდგენელი რომ მე იქ მოვხვდე. მოკლედ მთელი ამ გამოცდების პერიოდში მე დარწმუნებული ვიყავი, რომ შეუძლებელია რომ მე იქ მოვხვდე. მაგრამ რაღაც ეტყობა იყო ესეთი სპორტული ინტერესი, რომ გავდიოდი გამოცდაზე და 12 თუ 20 ადამიანი იჯდა სერიოზული რაღაც კითხვებს მისვამდე, აი რაღაცა ეს იყო რაღაც სპორტული აზარტი, რომ მე ვაჯობებ თუ ისე. ნუ მოკლედ საბოლოოდ ისე დასრულდა ეს ყველაფერი, რომ მოვხვდი და თან მოვხვდი თენგიზ აბულაძის ჯგუფში. ბატონ თენგიზს ქონდა ასეთი ასე ვთქვათ პოსტულატი, რომ მე თქვენ გადაგაგდებთ წყალში, ვინც გამოსცურავს, იქიდან რაღაცა დადგება და ვინც არა, ნუ წავდით თქვენ გზაზე. დავასრულე პირველი კურსი და გადავწყვიტე, რომ ეს არ არის ჩემი საქმე, უნდა გავაკეთო რაღაცა სხვა ვეცებო და მივწერე, ეხლა როგორც ხვდები, ძალიან სასაცილო წერილი იყო ალბათ და წარმომიდგენია ალბათ რა როგორ გაეღიმა. ბატონ თენგიზს ასე წაიკითხა ეს წერილი, იმიტომ იყო რაღაცა ძალიან ფილოსოფიური, რომანტიკული და მოკლედ ვტოვებდი ფაკულტეტს და მივდიოდი სადღაც სხვაგან, მეც არ ვიცი სად. ესეთი სლაში გააკეთა, ანუ შემომთავაზა, რომ იწყებდა ნატვრის ხეზე მუშაობას და მზად ჰქონდა უკვე სცენარი, ეს რეზო ინანიშვილი და მისი ავტორობით იყო ეს სცენარი და მითხრა, რომ აი ხა ერთი წელი უნდა ვიმუშაოთ და ბარემ გასინჯე რა არის ნამდვილი კინო, დიდი ფილმი. რა ხდება და მე სადაც გინდა იქ წადი ახლა არაფერს არ კარგავ და მაჩვენა ეს სცენარი. ნუ სცენარი იყო ისეთი არაჩვეულებრივი, რომ ესე იგი მახსოვს გავათენე ის ღამე, იმიტომ იყო რაღაცა ცის გახსნასავით იყო. ერთი წელი ჩვენ ვიყავთ ამაში ჩაძირულები. წარმოიდგინეთ, რომ აი ამ ასაკში ნუ მე ვიყავი 19 წლის ალბათ, ცხოვრობდით სიღნაღში 6 თვე და რო ჩამოვდიოდით ხოლმე ხანდახან თბილისში, ვფიქრობდი რა მოსაწყენია ეს თბილისი. სიღნაღში ჩქეფდა, იმიტომ რომ იქ იყო ესეთი დიდი სამუშაო და არაჩვეულებრივი მსახიობების ჩამოსვლა, მათთან რეპეტიცია. ანუ ჩვენ გავდიოდით ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ. და ისევე მუშაობდით როგორც საერთოდ ბატონი თენგიზი, ანუ ის გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩვენ გვემუშავა ამ ბუმბერაზებთან. ხა წარმოიდგინეთ, ოთარი ჩამოდიოდა მეღვინე დოქტორი სესილია, კახი, რამაზი, ეროსი, არც მთელი აი ვარსკვლავები ქართული თეატრის. და ეს იყო რაღაცა მუდმივი დღესასწაული ძიმე შრომით, ხონდ და იყო ნუ უჩვეულოდ არაჩვეულებრივი.
მათოვინ თენგიზი ეძებდა სცენარს და კაკო ბაქრაძე მას მოუყვა ეპიზოდი, რომელიც მოხდა დასავლეთ საქართველოში. და ეს მან გაიგო ნოდარ წულეისკირისგან, რომ ამოთხარა ეს ხო ძალიან ესეთი შემზარავი ფაქტია და სრულიად ესე იგი მოულოდნელი რა ქართველისთვის, რომ მიცვალებული ამოთხარო. ანუ შურისძიების მიზნით ახალგაზრდა კაცმა ამოთხარა მიცვალებული და მიემყუდა ჭირის უფალს. ნუ რეალური ისტორიაც ასეთი იყო, რომ შური იცი, იმიტომ რომ თავის დროზე ამ პროკურორი იყო ის მიცვალებული, გააუბედურა მისი ოჯახი, ანუ დედა მე მგონი გააუპატვირა, მამა გადაგზავნა გულაგში და ეს გაიზარდა ბავშვთა სახლში და შემდეგ აი ესე იწია შური. აი ეს იყო ფაქტიურად ის მარცვალი, რომელიც გახდა მონანიების ესე ვთქვათ ქვაკუთხედი. და მახსოვს რომ ეს რაღაცა ძალიან მაინტერესებდა როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ მე არ ვიყავი ამაში ჩართული და ბატონმა თენგიზმა იმუშავა მაშინ ნოდარ წულეისკირთან მათ გააკეთეს პატარა ლიბრეტო, რომ აი რაღაცა იქიდან დაწყებულიყო ფილმი. ამას უნდა გაეღო ცენზურა, სანამ სცენარი დაიწერებოდა. ამიტომ ის წავიდა პირდაპირ შევარდნადასთან და უთხრა რომ შესაძლებელია თუ არა რომ ეს გაკეთდეს და მან მხარი დაუჭირა, უთხრა რომ დაიწყეთ სცენაზე მუშაობა. ეს სცენაზე აი ამ პერიოდში ვკითხე მე რომ თუ შეიძლება რომ წავიკითხო რა არის და რომ წამაკითხა. რაღაცა იცით ისე არის რომ ის პრობლემები რაც იქ არის, რაღაცა ჩვენს ოჯახში ხდებოდა ყველანაირად, იმიტომ რომ თქვა ბაბა იყო ფედერალისტი და რაღაცები ვიცოდი ბებიისგან როგორ ემალებოდნენ. მამა იყო კომკავშირის დივანი და ამიტომ რაღაცნაირად მუდამ იყო ეს კამათი, აი თორნიკე არა ვიცი და მამას შორის აბელის შორის არის კამათი, ეს ყველაფერი ჩვენ სახლში ხდებოდა, იმიტომ რომ ესეთი მორწმუნე კომკავშირის დივანი იყო, რომელიც თან კარგ საქმეებს აკეთებდა, ამიტომ ბევრი რამ იცოდა. და ძალიან საინტერესო იყო ეს კამათები. და ისე საოცრება არის, არა, აი მაშინ რო ამბობდა ეს დრო იყო მაშინ ასეთიო, აი სანამ ეს ყველაფერი ჩვენთან კიდევ ერთხელ გამეორდებოდა, ბოლომდე ვერ ვიჯერებდი. თუმცა მესმოდა ის ლოგიკა, რომ რა დრო უნდა იყოს, რომ შიშმა ასე თავზარი დასწეს. ახლა ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ ვიგენეთ, ის როდესაც შიშმა შეიძლება თავზარი დაქცეს და ესე იგი სრულად გაგაშეშოს. შემდეგ დაიწყო დაახლოებით 2 წლიანი მოგზაურობა ჩვენი იმ ადამიანებთან, ვისაც გამოცდილი ქონდათ ეს ყველაფერი და ჩვენ ვიღებდით ინტერვიუს არა ჩანაწერებს ვაკეთებდით, თან ეს ყველაფერი ჩუმად ხდებოდა. უმთავრესად ჩვენი რესპონდენტები, ასე ვთქვათ, იყვნენ მოხუცი ქალები, ბებიები, რომლებიც ეს ყველაფერი გამოსცადეს და გულაგიდან იყვნენ დაბრუნებულები. ნუ კაცები უმთავრესად დახვრეტილები იყვნენ, ეს ქალები იყვნენ ხალხის მტრის ცოლები და ოჯახები. და აი ისინი ყვებოდნენ აი იმათი მონაყოლიდან ავაგეთ ჩვენ ლოგიკა, როგორ ხდებოდა ეს ყველაფერი, ესე იგი თქვათ, როგორ იყო თქვათ საპატივცემულო ოჯახი, მე ხდებოდა მტერი, კაცი მიყავდა და ოჯახს გადაასახლებდნენ. ანუ ეს იყო ჩვეულებრივი სტანდარტი ყველასთვის. და ამ სტანდარტის მიხედვით აიგო ეს სიუჟეტი, თუმცა აბსოლუტურად ყველა დეტალი იყო სრულებით რეალური, 100%-იანი რეალობიდან იყო ყველაფერი აღებული. ეს მაშინ ჩვენ იმდენად წარმოუდგენლად გვეჩვენებდა, რომ აი ეს ფორმაც იქიდან მოვიდა, რომ ბატონმა თენგიზმა თქვა, ეს უნდა იყოს ფანტასმაგორია, თუ შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რაც იქ ხდებოდა. მაშინ იყო შეუძლებელი. ეს იყო მაინც უკვე 80-იანი წლები, როდესაც დათვა კარგად კომუნისტური რეჟიმი, ფაქტობრივად ჩვენ არაფერს აღარ გვეშინოდა. განსაკუთრებით აი რაღაცა 80-იან წლებში, ხო, ნამდვილად 80-91 უკვე იყო არაჩვეულებრივად დიდი სიმშვიდე იყო. და ეს ყველაფერი გვეჩვენებოდა, რომ რაღაცა ნაბუდვარს გავდა, გიჟეს ნაბუდვარს, რომ ასეთი რამები როგორ შეიძლება რომ მოხდეს. და ამიტომ იყო ეს ფორმაც, რომ ვერ ხვდებოდი სად იყო, რა იყო, რა ქვეყანაში იყო და ეხლა რაღაცა მაშინ გქონდა ამაზე სხვათა შორის რაღაცა ორჭოფობა, რომ ასე თუ პირიქით ძალიან კონკრეტიკი და კონკრეტული იმითი ეპოქის მითითებით და ეპოქის რაღაცა ნიშნების. ეხლა ხვდები, რომ რა კარგია, რომ ეს არ მოხდა, იმიტომ რომ ეს არის მარადიული თემა, ფაქტიურად ძალაუფლება, რომელიც ძალადობაში გადადის მერე.
და ჯერ იყო პირველი შეტევა, იმ მხრივ რომ გეგა კოპახიძემ გაიტაცეს თავის მეგობრებთან ერთად თვითმფრინავი და ფილმი დააყენა დიდი საშიშროების წინაშე, ანუ ფაქტიურად აღმოაჩინა მაშინ ეკგბ-მის სცენარი და ასეთი ბრძანება იყო გაცემული, რომ სცენარი სასწრაფოდ დაიწვას და მთელი მასალა განადგურდეს. და ჩვენ გავჩერდით, მთელი ექსპედიცია ბათუმის ჩაიშალა, პარალელურად აღმოჩნდა, რომ მთელი მასალა რაც გადავიღეთ 1-2 ეპიზოდის გარდა იყო წუნი. და მერე გაჩნდა ეჭვი ეს წუნი იყო ჩაწყობილი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იმ დროს გადბურსა ლაბორატორია, ჩვენ ვერ ვუყურებდით მასალას, ვერ ვამოწევდით და რომ ჩამოგვივიდა ეს 6 თვის ნამუშევარი იყო თითქმის სულ წუნი. ასე რომ, ასე იგი, წლის ბოლოს 92 წელი იყო ეს რა. ჩვენ აღმოჩნდით 0 ეპიზოდებით უგმიროთ, უოპერატოროთ, რომელიც გაუშვა ბატონო თენგიზმა მაშინ. და ასე იგი სრულიად ცარიელ ტარიელები, ასე ვთქვათ, აი ამდენი ნამუშევარი წყალში ჩაიყარა. და ამ დროს იყო მისი დაბადების დღე. მე მგონი 60 წელი შეუსრულდა მაშინ. და ამ დაბადების დღეზე, ასე იგი, დილას დარეკა ედუარდ შევარდნაძემ. და მოულოცდა უთავრ წარმატებებს გისურვებოდა, ეს უკვე იყო ნიშანი, რომ ცუდად არ არის საქმე, შეიძლება გავაქცელოთ და იმ წამს ისევ შეიკრიბა ჯგუფი, ჩამოვიდა ოპერატორი მოსკოვიდან, ეს იყო მიშა აგრანოვიჩი, რომელსაც ჩამოიტანა კარგი კამერა, ანუ ჩვენ ვიღებდით, მგონი კონვას, ეს რაღაც უძველესი იყო და ჩამოიტანა ბეილი. და ესე იგი სასწრაფოდ იყო ნაპოვნი გმირი, ვერა ნინიძე. და გავაგრძელებთ გადაღებები და შემდეგ უკვე ფილმი გადავიღეთ 2 თვეში, მთელი ფილმი ფაქტიურად და ყველაფერი არაჩვენებად წავიდა. დაზრუნდა ფილმი, ვაჩვენეთ ცეკას, რომელმაც ძალიან მოიწონა და ქონდა ორი შესწორება. თორსო შევარდნაძეს ქონდა პირადად მე მგონი ორი შესწორება. რომელმაც მე რომ მკითხე კიდევ უფრო გაამძაფრა ფილმი, იმიტომ რომ ერთ-ერთი ის იყო რომ საბარგო მანქანით ესეთი ეპიზოდია რომ საბარგო მანქანით მოყავთ ამილახრები, ორი საბარგო მანქანა და აპირები მან დახვრეტას და აი ეს გვარი იყო ნახსენები ამილახრები და ვთხოვეს რომ არ გვინდათ ახლა ეს კონკრეტული გვარი, რაღაცა უფრო ზოგადი და მაშინ ჩავსვით დარბაისლები მოვიყვანეთ. ანუ ვითომ ღირსეულები დარბაისლები მაშინ ისიც არ ვიცოდი მე რომ გვარი იყო დარბაისლები რაღაც დარბაისლები მოვიყვანეთ და მეორე შენიშნა იყო რომ როდესაც ვერიკოს გმირი ეკითხება რომ ეს გზა ტაძრისკენ მიმიყვანს ზეიკოს გმირი ანუ კეთი ბარტელი პასუხობს არა ეს ვარლამის ქუჩა აი ესე გვინდა რომ ეს ვარლამის ქუჩაა ჩვენ გქონდა არა ეს გზა არ მიგიყვანს ეს იყო კიდევ უფრო გამძაფრება ანუ ვარლამის ქუჩები კიდე იყო იმ სახელმწიფოში ანუ ეს ყველაფერი კიდევ გრძელდებოდა და ეს მოითხოვეს ანუ ფაქტიურად გამოვიდა რომ ესე იგი ცეკა ამ შემთხვევაში იყო ჩვენი თანამოაზრე რომ ვარლამის ქუჩები კიდე არის აი ამ შესწორებების პრაქტიკულად გაკეთებას მომდა 3 თვე, იმიტომ ჩვენ ვიღებთ ფირზე, ეს ყველაფერი გადაგვეღო, გავგვეხმოვანებინა, ნეგატივი უნდა გამჟღავნებული იყო, პოზიტივი დაბეჭდილი იყო, დაჭრილი იყო, დამონტაჟებული იყო, ისევ ნეგატივი გაკეთებული. ნუ ურთულესი პროცესი არის. ეხლა ეს ყველაფერი ციფრულზე ხდება უადვილესად. ამაში გავიდა 3 თვე და შევარდნაძე გადაიყვანეს მოსკოვში და ფილმი დარჩა უპატრონოდ და ძალიან დიდხანს ისევ დაიწყო ეს რაღაცა ჯერტი გაუგებრობა ამ ფილმის მიმართ და მე ასეთი ის იყო ასე ვთქვათ ასე ველოდით რომ ფილმი გამოვა 9 მაისის დღესასწაულის შემდეგ იმიტომ რომ არ შეიძლებოდა იქ იყო 60 წლის დავი თუ არ ვცდები კი 60 წლის დავი იყო ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვებისა და არ უნდათ რომ ეს წინასწარ ყოფილიყო ეს ფილმი ანუ ეზეიმად და მე უკვე ყოფილიყო ასეთი ვთქვათ მხილება და დაიწყო უცნაური პროცესი. სანამ ჩვენ ამ შესწორებებს გავაკეთებდით, ბატონმა თენგიზმა დაიჩილა, რომ ნეტა ეს პირველი ასლი მაინც გქონდეს, აი როგორც პირველი ვერსია, როგორც მწერლები ინახავენო. და მაშინ ჩემი სიძე არის სოსოცის კარეშვილი, რომ ძალიან მეგობრობდა ბატონ თენგიზთან, თქვა რომ მოდი გადავიღოთ ეს ვიდეოსა და გეგდოთ სახში, რა რაღაც ისტორიისთვის მაინც საინტერესოა, რა იყო განსხვავება. ფაქტობრივად არაფერი, მაგრამ ნუ მაინც მაშინ ეს ვიდეო ტექნიკა იყო სრულიად ახალი რამ არავის არ ქონდა და იყო ორი ადგილი ტელევიზიას ქონდა მე მგონი თუ შეიძლება არც ქონდა მოგეთ
სახელმწიფო მართვის ინსტიტუტს უმაღლესია. შეიძლება არასწორად ვამბობ, სულიკო ქადაგიძე იყო აი ამ ინსტიტუტის დირექტორი და მან თქვა, რომ რასაკვირველია, გადაიღეთ ფილმი და შეინახეთ. ფილმი იყო გადაღებული აი ყველაზე პრიმიტიული მეთოდით, გაუშვეს კედელზე და გადაიღეს. და შეინახა ბატონო თენგიზ არც უნახავს, იმიტომ ვერ იტანდა ვიდეოს, მისთვის ეს სრულად მიუღებელი იყო, რომ ამდენი შრომა გამოსახულებაზე ამხელა თქვა ეკრანი და ეს ახლა ვიდეოზე პატარა ტელევიზორში ენახა. არც უნახავს გონა შეგდებული ეს აი მაშინ უჯრაში. გავიდა დრო და დაიხა ასეთი ჭორები, ხან ვინ მეუნება ხან რომ ნახეთ მონანიება. სად ნახეთ აი ვიდეოთი. საიდან ვრცელდებოდა ეს ვიდეო არავინ არ იცოდა. მაგრამ დაიწყო დაჭერები. დაჭერები კი არა, უბრალოდ კგბ იყო მაშინ თუ რა იყო აღარ მახსოვს. აი ეს შედიოდნენ ოჯახებში, სადაც უყურებდნენ ამ მას რა ქვია მონანიებას. ვინ მისცა ეს ფირი, რატო იყო? უბრალოდ ქალაქში უცებ აი გავრცელდა ასეთი უცნაური ოპერაციები, რომ შედიოდნენ ოჯახებში და გამოქონდათ კასეტა. ყოველთვის ესეთი იმითი, რომ აბულაძემ მომცა ეს ფილმი. ყველა უცნობი იყო. მოკლედ და დაიწერა იმ წამსვე წერილი კგბ-ს მიერ, ჩებრიკოვის სახელზე ეს იყო საკავშირო კგბ-ს კომიტეტის თავმჯდომარე. რომ თენგიზ აბულაძემ გადაიღო ანტისაბჭოთა ფილმი, რომ ეს ფილმი ცილს სწამებს საბჭოთა ხალხს, რომ დიდი საშიშროება არის ეს ფილმი მოხდეს საზღვარგარეთ და სასწრაფოდ საჭირო ამ ფილმის დაპატიმრება და რეჟისორის დაპატიმრება. ეს წერილი მოხდა ჩებრიკოვთან, რომელიც შევიდა გორბაჩოვთან, მიხაილ გორბაჩოვთან და მოახსენა, რომ საქართველოში ასეთი ცუდი რამ ხდება. და კი ბიზაბრაიზე პროისходит. გამოიძახა გორბაჩოვმა შევარდნაძე და ესე დააპირისპირა რა ხდება ქვეყანაში. და შევარდნაძემ თავისი არაჩვეულებრივი დიპლომატით უთხრა, რომ ეს არის ძალიან კომუნისტური ფილმი. ეს არის კომუნისტის მიერ გადაღებული ფილმი, რომელიც სპეციალურად გადაღებული არის იმისთვის, რომ ვამხილოთ ის შეცდომები, რაც დაემართა პარტიას და გამოვასწოროთ ისინი. და ეს რაღაცნაირად მოხდა ეს პრობლემა. მარტო ეს არ იყო გადამწყვეტი. მთელი პროგრესული რუსული საზოგადოება მუშაობდა ამ ფილმზე და ეს იყო საოცარი ერთობა. ძალიან დიდი ცდუნება, როდესაც დიდი რეჟისორის ჭრილში მუშაობ, ისეთი ადვილია ყველაფერი. და ამდა გადადგა და მარტო გადახდა ცივწყალში, ამ მთელი ცხოვრება რაღაცა სასათბურო პირობებში იზრდებოდა და არაფერი არ იყო. არა ფერი თქვენ არ გესმით. Вот душа поет, а ноги и руки не повинуются. ეს იყო ჩემი დაწერილი სცენარი. ეს იყო ფაქტიურად, ასე ვთქვათ, კრებითი სახე ქართული ოჯახის. და ქართულ ოჯახში, ანუ ჩემი ოჯახი და ყველა ჩვენი ოჯახები, ანუ დიდი ოჯახები, სადაც ცხოვრობენ ბებიები, შვილები, შვილიშვილები, შვილთაშვილები, სადაც არის მუდმივი ქართული აურზაური, ხმაური. და რაღაცა ესეთი კარგა ქონდა ამ ფილმს. ეს ფილმი უნდა ყოფილიყო დილიდან დაღამებამდე ინტერიერში ერთი ოჯახის ამბავი. და ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ერთ-ერთ მთავარ ბებიად მინდოდა ვერიკო ანჯაფარიძის გადაღება. და მე აღმოჩნდა, რომ ვერიკო ეს იყო ბოლო როლი. და მე ახლა ნამდვილად ტრაბახით ვიტყვი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო როლი იყო მის კინო კარიერაში, ხოლმე სოფიკომაც კი მითხრა, რომ ეს არის მისი საუკეთესო როლიო. და აი ვერიკოს ესე იგი გადმობირება ჩვენს გუნდში, ანუ რომ ის დათანხმებული იყო ძალიან რთული აღმოჩნდა. ის იწვა საავადმყოფოში, ну როგორც დედოფალი, რასაკვირველია. და მე ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში მივდიოდი მასთან და რაღაცა სცენარს ვუკითხავდი თუ ვუყვებოდი და ძალიან
ეცინებოდა ჩემზე და მეუბნებოდა კაცო მაცალე ახლა სიკვდილი მაცალე ანუ მთელი იმითი დედოფლურად ემზადებოდა რომ სიკვდილი ესთვის და თან მითხრა რომ ყველაფერი ნათამაშია მაგრამ არაფერი აღარ მაინტერესებს დამანებე თავიო აი მე რაღაცა დიდი სიჯუტით დავდიოდი და ვუყვებოდი გავუთხებოდ ამ ფილმის შესახებ რომ უნდა იცეკოს რომ უნდა იმღეროს მე რუსულად თქოს მე ასე თქოს და კი მისმენდა ისე ცალი ყურით თან დამცინოდა მე გამოვიდა სამწყობოდან და კიდევ ერთხელ რომ მივედი სოფიკომ თქვა კარგი რა ნანა გაჩერდი რა მოიტანე კოსტუმი მივიტანე კოსტუმი რაც უნდა ჩაეცვა ვერიკოს და ახლა ეს კოსტუმი არაფერი ისეთი არ იყო ეს ყველაფერი ჩემი იუბკა ჩემი რაღაცა ხავერდისის და რაღაცა ქუდი თუშური აი ვერიკომ ჩაიცვა ეს ყველაფერი გამოვიდა ოთახიდან თვალი ჩამიკრა და მითხრა როდის ვიღებთო ანუ რაღაცა უცებ დაინახა კოსტუმში უცებ თარი კარგად იგრძნო და ეს კიდევ უფრო შემეშინდა რომ ვერიკო უნდა მოვიდეს გადაღებაზე ну მოკლედ ჩვენ გადავწყვეტოთ რომ ვერიკოს ვიღებთ რომ მას შეძლო მხოლოდ 2-დან 5 საათამდე მე იხლებოდა 2 საათამდე ესე იგი უნდა ამდგარიყო თავი მოეწესრიგებინა ну ძალიან მზად ვიყავით და რასაკვირველია საშინად მე ძალიან მღელავდი და გადაღება მიმდინარეობდა ნათელა მახალდიანთან რომელიც იყო მსახიობი და აი როიტყვე ვერიკოს ფანი იყო და საერთოდ იქ ახლა წარმოედგინეთ რომ იყო ლია ელიავა, ნელი ქუთათელაძე, ნათელა მახალდიანი, გოგი ნიჟარაძე ყველას გვახსოვს აი ოპერის შესახებ ქონა არაჩვეულებრივი გადაცემები რომ გაიგო რომ მე ვერიკოს ვიღებ ისიც მოვიდა და ეს იყო რაღაცა ვერიკოს მოლოდინი რა მოგწონდა ვერიკო მე ისე შემეშნა რომ აბაზნაში ჩავიკეტე და არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა რა უნდა ესენი გამოეგებდნენ მას მოეფერნენ და ვერიკომ თავი დედოფლად იგრძნო ისევ და დავიწყეთ გადაღება. ну პირველი სცენარი რომელიც გადავიღეთ, მე ჩავთვალე რომ ეს იყო რაღაცა საშინელება, გული გამისკდა, არ ვიცოდი რა მექნა და როგორ გითხრინდა რომ ხა ვერიკოს შენიშვნა მისცე. მე ჩავთვალე რომ ეს არის რაღაცა ძალიან გადამეტებით თეატრალურად თამაშობს, მოკლედ არაფერი არ მომეწონა. და ვერიკომ შემხედა, ყოველი დუბლის მე მიყურებდა ხოლმე, შეამჩნია ხა ჩემს სახელზე რაღაცა არ მომწონს. და მითხრა რომ აბა რა არ მოგწონსო მე ვთქვი არა გადავიღეთ და პატარა ლექცია ჩამიტარა რომ მითხრა რომ მე კინოშიც ვარ ნათამაშები და თეატრშიც თეატრში მსახიობია მთავარი აი კინოში რეჟისორმა იცის ყველაფერი ამიტომ ეხლა რა შენიშვნებიც გაქვს ყველაფერი მითხარი და რასაც მეტყვი იმას გავაკეთებ ну ეს იყო ისეთი რაღაცა უცებ გავთავისუფლდი მე და მართლა დავიწყეთ მუშაობა და ეს იყო ერთი არაჩვეულებრივი რაღაცა პატარა დღესასწაული. ჯერჯერობით ძალიან საინტერესო იყო აი ჩემთვისაც კი დღეს. გაუგებარია როგორ ხდებოდა აი იმ მასალის რაც უნდა ეთამაშა ვერიკოს გარდაქმნა იმ რაღაცა არაჩვეულებრივ მონოლოგებად, იმიტომ რომ მახსოვს ტექსტ რასაკვირველი მახსოვდა და არც იწუხებდა თავს და ემახსოვრებინა. ამიტომ მითხრა რომ შენ უნდა მითხრა ტექსტი და მე გავიმეორებ. ანუ იქ არ იყოს ეს სინქრონს არ ვიღებთ მაშინ სხვანაირად იყო ყველაფერი. და თან ვერიკოს არ ესმოდა კარგად ყურში. ამიტომ მე ვიდექი ოთახის კუთხეში და მთელი ძალით ვყვიროდი. თითო წინადადებას და ვერიკო ამას იმეორებდა. და უნდა გენახათ ამ ჩემი ყვირილის მერე როგორ ჟღურტულებდა და ეს ყოველი ფრაზა იყო მისი გულიდან ამოხეთგილი ცრემლიც მოსდიოდა და ხმაცებს არებოდა. ნუ ეს იყო აი დიდი მსახიობის მაგია, რასაკეთებს მსახიობი, როდესაც აი რაღაცა ნაგვისგან ქმნის მერე არაჩვეულებრივ მონოლოგს. Что видит солнце и выше гор. А если день погас, я буду петь о солнце предсмертный час. იავნანას იდეაც მოვიდა, ასე ვთქვათ, გარედან ჩემმა ახლო მეგობარმა ნინო ნატროშვილმა ერთხელ მეწვია და მითხრა, რომ უნდა გადაიღო ხა ქართული ლიტერატურა, შენ ხარ რეჟისორი, ხარ დედა, იავნანა უნდა გადაიღო ხა შენ. სხვა მე ვერ ვხედავ ამის კანდიდატს, რომ დედაც იყოს, ახალგაზრდა იყოს და რეჟისორი. მოკლედ დამავალა, რომ უნდა გადაიღო იავნანა. დავიწყეთ ჩვენ ერთად მუშაობა, რატომღაც ძალიან ადვილად დავმორჩილდი, იმიტომ მივხვდი, რომ უნდა
გადავიყო თან დასაკვირვად ჩადებული მქონდა ეს რაღაცა რომ ქართული ლიტერატურა უნდა იყოს საფუძველი ქართული კინოსი და დავიწყეთ ამაზე მუშაობა თავარი პრინციპი იამნაში რაც გვინდოდა ჩვენ გაგვიტარებინა რომ საქართველოს არის ევროპისკენ მიმართული ქვეყანა რომელსაც თავისი ტრადიცია აქვს და რომ აი ამ ორი საწყისის გადაკვეთა ყოფილიყო ამან განაპირობა ფაქტობრივად მთელი სტილისტიკა ფილმის ანუ ეს უნდა ყოფილიყო ჩაცმულობაში თავადის სახლში აღზრდაში მუსიკაში ევროპის და აზიის ვერ ვიტყვი ევროპის და საქართველოს ტრადიციების გადაკვეთა და ეს იყო ძალიან ხანგრძლივი გზა, იმიტომ რომ ფაქტიურად რომ დავითვალეთ მე აი პატარა მეორე ქალიშვილი იმ პერიოდში გაჩნდა და შემდეგ ის გადავიღე და ის უკვე იყო 5 წლის, ანუ ეს 5 წელი დაგჭირდა, ჯერ სცენარის გაკეთება და ამისთვის მთელი მე-19 საუკუნის ლიტერატურა შევისწავლეთ დიუმას კავკასი, რომ აი ეს რაღაცა სული დაგვეჭირა. პირველად მე ვიფიქრე, რომ ფილმის კომპოზიტორი უნდა ყოფილიყო გია ყანჩელი და მასთან მივედი. და ბატონმა გიამ აი მისი რჩევა იყო ეს, რომ მე მივსულიყავი ჯანოსთან და თან დამაბარო. აუცილებლად უთხარი, რომ ვატოც უნდა იყოს კომპოზიტორი, ვატომ გააკეთოს გაორკესტრება. ეხლა აი მის თქვა მინდა, რომ აი რაღაცა ყველა ადამიანმა ძალიან ბევრმა ჩადო რაღაცა თავისი წვლილი და მე მგონი ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი, ანუ რაღაცები არ იქნება ესეთ ცალკე ერთი ადამიანის ეს არის ბევრი ადამიანის კეთილი ნება და სიკეთე რომ რაღაცა საგზას გატანენ და უკეთ ესე მოხვდი ბატონ ჯანოსთან და დღემდე მახსოვს როგორ მისმენდა, იმიტომ რომ მე არაფერი არ მქონდა ხელში გადაჩემი სითავხედისა და ბევრებმა ახლა დამიწეროთ იანან და როგორ მეკითხავდა როგორი ფილმი უნდა იყოს ეს უნდა იყოს ნატრის ხეთ უნდა იყოს ფარაჯანოს ფილმი ბევრებმა არა ეს უნდა იყოს რაღაცა სხვა და უკეთეს ვერც ვუხსნედი მე მეკითხა რომ როგორი კინო ხალხური თუ ევროპული არა მე ვთქვი ევროპული უნდა იყოს და აუცილებლად უნდა იყოს ორიგინალური ამ ფილმისთვის დაწერილი არავითარ შემთხვევაში ის რაც უკვე არსებობს და აი მახსოვს რომ ბატონ ჯანო რომ მიყურებდა ეს როგორც რენტგენის თვალი და ამომწოვა ყველაფერი ანუ თვითონ სული ამართვა და გაიგო რა უნდა იმიტომ რომ მე მართლა ხელში არაფერი არ მიჭირა და წავიდა გასტროლებზე 3 თვით მე მგონი ავსტრიაში თითქმის იმედი დაკარგული მქონდა ანუ მე არ მქონდა ფული შეიცვალა სახელმწიფო შეიცვალა წყობა შეიცვალა მთავრობა არაფერი არ მაქვს ხელში და ჩამოვიდა ბატონ ჯანო და დამირეკა და მითხრა რომ მოდი მე დავწერე იავნანა და მივედი და აი მაშინ ცხოვრ გადაღებული მაქვს აი როგორ იმღერა პირველად ხმამაღლა მან იავნანა და ეს იყო რაღაცა საოცრება მას ეშლებოდა სიტყვები ეშლებოდა აკორდები და ეს იყო აი რა ვიცი რაღაცა რა თქვა არც ვიცი ეს იყო რაღაცა საოცრება მაგია რაღაცა ცის გახსნა შეიძლება ითქვას იმიტომ რომ უცებ გამოჩნდა რომ ეს შედგება. ყველაზე რთული იყო თვითონ გადაღების პერიოდი, იმიტომ რომ ნამდვილი ომი დაიწყო ეს აფხაზეთის ომი და მამის როლზე მაგალითად გვინდოდა ლევან აბაშიძე, რომელიც წავიდა ომში და დაიღუპა იქა. ანუ ჩვენ რაღაცა მუდმივ მოქმედ ვულკანზე ვიჩეკით. და თან ყაჩაღობა იყო ქვეყანაში. გავდიოდით გადაღებაზე, გამოენთებოდა ხოლმე ჭოღაჭყონია. აივანზე სტუდიის და ყვიროდა ნანა არ გაბედო წასვლა მანქანებს იტაცებენ და ჩვენ მივიპარებოდით მაინც გადაღებაზე. იქ იყო რაღაცა მომენტები, როდესაც მე ვფიქრე რომ უნდა მოვჭე, აღარ შეიძლება მის გადაღება, იმიტომ რაღაც ეპიზოდები არ გამოგვივიდა. აი ხოლმე გოგიტა ჭყონია გადაარჩინა ერთხელ ფილმი იმ მხრივ რომ მივიღეთ მასალა იმ თოვლის მახსოვს. აკლემები რომ მიდიან თოვში, ანუ მოგვების ეს თაყვანის ცემას რომ ნახეთ, მე რომ ნახე მასალა ისე არ მომეწონა რომ ვიფიქრე რომ ეს ჩაშლილია და სად ფილმს ვეღარ გადავიღებ და გოგიტამ ნახა მე ჩემთან ერთად. აი ყველაფერს აქ მნიშვნელოვანია და გოგიტამ თქვა რა გინდა არაჩვეულებრივი მასალა რა გინდა გადასარევი გამო ეს იყო პირველი მასალა ძალიან საინტერესო ეპიზოდი იყო როცა ფილმი დამონტაჟებული მქონდა მაგრამ ხმა არ იყო ჯერ დადებული რეზო ჩხეიძეს ეწვია მონპელიეს ფესტივალის დირექტორი ბატონი პიტიო და რეზო მოინდომა რომ რამე ფილმი ეჩვენებინა ეს სტუდიაში რა ხდება თან მან მოინდომა ახალგაზრდას ფილმი და აღმოჩნდა რომ ეს იყო იავნანა არავის არ ენახა ნუ მე აი როგორც კრუხი ესე ვიყავი გადაფარებული იმიტომ რომ არ მინდოდა არავის ჩვენება სანამ არ დასრულდებოდა და რეზომ ამიძულა რომ ფილმი ესე იგი
ხმის გარეშე ეს არის ყველაზე ცუდი ისა იმიტომ ვერაფერს ვერ ხვდები რა არის მხოლოდ სიმღერა იყო ჩადებული ეს პიჭი იყო ნუ ცნობილი დირექტორი და ყავდა ახალგაზრდა ცოლი და იმ წამსვე ჭორები წავიდა რომ ეს საშნელი ქალი ავიდა გამისკდა გული და თან როგორ ნაუხსნა ინგლისურად რაღაცას ასე ვთქვათ ხლაფორთობ იმიტომ რომ სრულად მოულოდნელი იყო ინგლისური დავიწყებული მქონდა ამათმაც ისე მოკლედ დაბუჭეკი გვერდზე და დავიწყე ამის მოყოლა და რაღაცა თანადამ გრძნობ რომ რაღაცა იმუხტებიან ესენი იძაფებიან და აი სიმღერა ბოლოს როდესაც დედა უმღერიშვილს მთავარი ანანას როდესაც ის აეხილება ის ჩადებული გქონდა ის მუსიკა და ის სიმღერა როგორც თამრიკო მიმღერა და რომ დაიწყო ეს სიმღერა და უწება ამათმა ხმაში დაიწყოს ქვითინი მე ხვდი რაღაცა გამოგვივიდა და ესეც რაღაცა მაშინ იყო პირველი მერწყალი გაისროლა შემდეგ დაიწყო საქართველოში პერიოდი, როდესაც ფაქტობრივად კინოწარმოება კოლაფსში ჩავარდა, იყო სრული უპერსპექტივობა, ეს გრძელდებოდა ძალიან დიდ ხანს. და აი რაღაცა ჩემდა სასიხაულოდ ბედად, ჩემ ცხოვრებაში გამოჩნდა ნანუკა ხუსკივაძე, რაღაცა იდეებით მოვიდა, აი პირდაპირ მოვიდა და გამეცნო. და მე ვერც ხვდები როგორ მოხდა, მაგრამ აი ისე მოხდა, რომ ჩვენ დავიწყეთ ერთად მუშაობა სპექტაკლზე, მონოსპექტაკლზე. ეს იყო ჩემი დაწერილი, ნანუკასთვის დაწერილი პირე კონკრეტულად, იმიტომ სწორედ მის სამსახიობო ნიჭზე იყო ეს ყველაფერი აგებული და ამ სპექტაკლს ერქვა FM 90-იანი ადამიანის ხმა. ახლა კი მინდა კოქტოზე გესაუბროთ. ფინალის კოქტო, ფრანგი მწერალი, დრამატურგი, ესეისტი. ჩემი მეგობარი, სარკე ნიღაბი, პარადოქსები, სიცრუე. რომელიც ყოველთვის სიმართლეს ამბობს. ეს ნები, რომელსაც შეეძლო სიყვარული სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, სიყვარული კი ყველაზე მეტად ხმაში ფეთქს, ადამიანის ხმაში. და ეს განცდა კოქტომ ქალის სახსარებით აჩვენა პიესაში ადამიანის ხმა. ეს პიესა ჩვენი საუკუნის ყველაზე დიდმა ქალებმა ითამაშეს ბერტ ბოვი, სიმონა სინიორე, ანა მანიანი. ეს იყო ერთ-ერთი არაჩვეულებრივი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. იმიტომ რომ ჯეთი თეატრი არის აი უჩვეულოდ მაგიური სამყარო და მე შევეხე ამ სამყაროს. რასაკვირველია რომ არ ყოფილიყო ნანუკა მე ამას ვერ გავბედავდი და ძალიან მადლობელი ვარ მისი. და იყო თან ის თემა რომელიც მაშინ ძალიან აქტუალური იყო, იმიტომ რომ გახსოვთ რომ დენი ფაქტურად არ იყო საქართველოში და ყველანი იყვნენ მიჯაჭულები აი ამ ხაზის რადიოს, რომელიც ყველა სახლში იყო და რადიოდან მოდიოდა სიცოცხლე და რადიო ჩქეფდა და რადიო გადმოსცემდა ახალ ამბებს თუ ძველ ამბებს თუ ისტორიებს და იყო რადიო რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და ხალხი უსმენდა და ეს იყო თითქოს ფანჯარა ერთმანეთთან ფანჯარა სამყაროში და აი ფილმ სპექტაკლის გმირი იყო ასეთი რადიოს წამყვანი რომელიც ესე მთელი ღამის განმავლობაში ცდილობს რომ გაამხნევოს ქალაქი და მიყავს გადაცემა და აი მას თამაშობდა ნანუკა მოკლედ ეს სპექტაკლი აღმოჩნდა რომ ძალიან წარმატებული იყო იმიტომ რომ ჯერთი გამოვიდა რომ ეს მარტო მონოსპექტაკლი არ იყო იმის გამო რომ იქ იყო ესეთი აგებული რომ რეკავდნენ რადიოში და ყველას გასაჭირი ჟღერდა ეს იყო რაღაცა მონოსპექტაკლი რომელიც ჩანამთელი ქვეყანა როგორ ცხოვრობდა და ნანუკა იყო ნამდვილად არაჩვეულებრივი და საოცარი და ძალიან მონუსხველი, სასაცილო და ტრაგიკული და კომიკური. ყველაფერი ერთად იყო. და ძალიან დღესაც ხვდებია ხოლმე ადამიანები და მეუბნები, იცი ჩვენ სტუდენტობის დროს სპექტაკლს არაბას, ანუ იმ სპექტაკლმა თავისუფლად ძალიან გაიჟღერა და იმუშავა და ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა თეატრთან. მე კიდე დავდგით ერთად ორი წარმოდგენა, მე უკვე კინოც მოbrunდა და ისევ კინოში გადმოვერთა. მაშასე 1878 წლის სექტემბერია. ტაძარი ცნობის მოყვარე ხალხითაა სავსე. დღეს აქ გურიიდან ჩამოსული მგალობლები და კარბელაშვილები იგალობებიან. ხანდაზმულებს ჯერ კიდევ ახსოვთ მშობლიური ჰანგი.
ახალგაზრდებს კი არც მოусმენიათ. მარჯვნივ კარბელაშვილები არიან მგალობელთა ცნობილი საგვარეულო, პოლიევქტოსი, ვასილი, პეტრე და ანდრია, მათ აღმოსავლეთ საქართველოს გალობა უნდა წარმოადგენენ. კარბელაშვილების მოპირდაპირედ გურიიდან ჩამოსული მგალობლები დგანან: მაქსიმე ჩხატარაშვილი, მელქისედეკ ნაკაშიძე და ნესტორ კონტრიძე. რატომ გურიიდან? ამ კუთხემ ყველაზე უკეთ შემოინახა გალობის დასავლურ ქართული კილო. პირველად კარბელაშვილებმა დაიწყეს. კარბელაშვილები სვეტიცხოვლის სამგალობლო სკოლას წარმოადგენენ. შემდეგ გურულების ჯერი დადგა. კარგად მოусმინეთ, მკვეთრად განსხვავებულია. ეს შემოქმედის სკოლაა. ის საღამო დიდხანს გაგრძელდა. მონაცვლეობით გალობდნენ ხან კარბელაშვილები, ხან გურულები. საზოგადოების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ალბათ იკითხავთ, რატომ იყო ეს მოვლენა ასეთი განსაკუთრებული. ეს რომ გავიგოთ, მიუბრუნდეთ მე-19 საუკუნის დასაწყისს. უფრო ზუსტად 1811 წელს, როდესაც ქართულ გალობას სერიოზული საფრთხე დაემუქრა. რაღაცა ისე მოხდა, რომ რაც შემომთავაზა ცხოვრება, მე ვცდილობდი იმის გაკეთებას და არათერი წესები არასოდეს არ ვიცოდი. ანუ ყოველი ახალი შემოთავაზება იყო რაღაც ახალი ფორმების ძიების, ან იმისი, რაც შესადაგებოდა აი ამ თუ იმ იდეას. ნუ ერთ-ერთი საინტერესო იყო მაინც ბოლო პერიოდში ეს გალობის რაინდები, რომელიც შემოთავაზა მომღერალმა ჟურნალისტმა მწერალმა, ახლა უკვე დეპუტატმა თემურ ჭკუასელმა და ძალიან მადლობელი ვარ მისი, იმიტომ რომ ჩვენ არ გვიმუშავე ერთად და მან ესე გადაწყვიტა, რომ უნდა მოვიდეს ჩემთან და შემოთავაზოს ეს იდეა და ეს იყო საოცარი თემა, იმიტომ რომ ქართული საგალობლების გადარჩენის შესახებ და ორი ადამიანის გმირობის შესახებ, ესენი იყვნენ ექვთიმე კერესელიძე და ფილიმონ ქორიძე, ვინც გადარჩნა დასავლური კილო ქართული საგალობლების და იმდენად საინტერესო იყო ეს, რომ რასაკვირველია უარი არ ვუთხარი და რაც მთავარია, იქ იყო აი რაღაცა უნდა მოგვეხერხებინა, რომ ძალიან დიდი ინფორმაცია იყო, დამოვედ დროს იმდენად ემოციური იყო, რომ მენანებოდა, რომ ეს მხოლოდ დოკუმენტური ყოფილიყო და ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ყოფილიყო ასეთი მხატვრულ დოკუმენტური, ანუ ეს დიდი ინფორმაცია მოდიოდა მთხრობელის მხრიდან, ვისაც რატი ამაღლობელი ასახიერებდა და რაღაცა ეპიზოდები იყო გაცოცხლებული. და ამიტომ ამან რაღაცა შეძინა ფილმს, არა მშრალი დოკუმენტური ფილმის რაღაცა ინფორმაციულობა, არამედ ეს იყო ემოციური. და მე ვფიქრობ, რომ ამან გაამართლა. გერმანელები კომუნისტებს საგანგებოდ ეძებდნენ და სიკვდილით სჯიდნენ. როდესაც მამაჩემი დაინახეს, ჩათვალეს, რომ ეს პოლიტიკური ხელმძღვანელიაო და დასაფრეტებთან ერთად დაიყვანეს. შემდეგ ოფიცერს მოახსენეს, რომ აი ესენი სიკვდილმისჯილნი არიანო. ოფიცერმა ყველას საბუთები ჩამოართვა, მამაჩემსაც გამოართვა და როდესაც საბუთებში აი ეს სურათი ნახა, შეეკითხა, ვინ არიან ესენი? ჩემ ცოლ-შვილიო, უპასუხა მამაჩემ. თხას უყურა სურათს. მიუბრუნდა თავის ქვეშევრდებს და უთხრა. ეს კაცი კომუნისტი არ არის. კომუნისტ არ შეიძლება ასეთ ცოლ-შვილი ჰყავდეს. მისა მამაჩემ საბუთი. უბრუნდა და წავიდა. აი ესე გადარჩინა
ამ სურათმა მამაჩემი დახვეწეს. შემდეგ გადავიღე უკვე კახი კავსაძეზე ფილმი. ეს ფილმი შეიძლება ითქვას, რომ მხატვრულ დოკუმენტურია, იმიტომ რომ დოკუმენტური არის ყველაფერი, რასაც ყვება ბატონი კახი. თვითონ იგი არის ასე ვთქვათ, ცოცხალი დოკუმენტი და ის ყვება იმას, რაც გადახდა ადამიანებს საბჭოთა კავშირში, აი სახელმწიფოში, რომელიც უკვე აღარ არის და მისი ბედი ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ გაიზიარა ალბათ იმ 250 მილიონმა, რომელიც ცხოვრობდა ამ ქვეყანაში. უბრალოდ ჩვენ მე გვინდოდა რომ რაღაც ამისი სახე შეგვექმნა მხატვრული და აი ესე მოვაწოდეთ, ანუ გადავიღეთ ძველ ქარხანას. ძველ არის ხო შეიძლება თანამედროვე ქარხანაში, რომელიც ადრე იყო აგებული და უბრალოდ გავუკეთეთ ესეთი ანტურაჟი. და ეს ქარხანა იქცა აი ამ დიდი ქვეყნის რაღაცა ხატად. და ძალიან ემოციური იყო, იმიტომ კახი ახლა ყველა მიწის როგორი არტისტი არის, ყველას ძალიან მოყვარს და აი ასეთი ადამიანი, როდესაც გიყვება თავისი ქვეყნის და თავისი ოჯახის ბედს, ფაქტიურად მაშინ ფიქრობდი, რომ კახის ბედი არის ცოცხალი ისტორიის გაკვეთილი, რომელიც არ წერია ისტორიის სახელმძღვანელობაში და თუ წერია მშრალად და ის აი ეს ცოცხალი ადამიანი ასეთი ემოციებით სავსე გიყვება ამას და სხვადასხვა მე მახსოვს 17 წლის ბიჭმა თქვა, რომ მე ვერ წარმომედგინა რა იყო საბჭოთა კავშირი და ეხლა გავიგე ეს რა იყო. ანუ ჩვენ მიზანიც ეს იყო, რომ ეს ამბავი გამოგვეტანა ბოლომდე, რომ აი ასეთი იყო. როდესაც საკონცენტრაციო ბანაკში მამაჩემი დახვრეტას გადაურჩა, გერმანელებმა ტყვეებს გამოუცხადეს. თუ ვინმე გყავთ ევროპაში ნათესავი მეგობარი ახლობელი, შეგიძლიათ შეეტყობინო და თუ წაგიყვანენ ჩვენ წინააღმდეგი არ ვიქნებითო. ქართველმა ემიგრანტებმა გაიგეს თუ არა რომ დათაშკა კავსაძე ტყვეთ არის საკონცენტრაციო ბანაკში, მივიდნენ სათანადო საბუთები შეავსეს, მძიმე ავადმყოფი წაიყვანეს და დიდხანს უმკურნალეს. შემდეგ დადგა საკითხი. გუნდი ხომ არ შეექმნათ? ქართული ხალხური სიმღერების გუნდი. დათაშკა კავსაძე, ამ საქმის პროფესიონალი, იქ ყავდათ. და რაც მთავარია, ამ გუნდის საბაბით შესძლებდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში შესვლას და სხვა ქართველების განთავისუფლებასაც. გერმანელები კავკასიელებს ცუდი თვალით არ უყურებდნენ. და მამაჩემი სხვა ემიგრანტებთან ერთად საკონცენტრაციო ბანაკში შედიოდა და იძახოდა. ვინც ქართველი ხართ, გამოდით. ვინც ქართველი ხართ, გამოდით. მე თბილისელი სომეხი ვარ, გამოდი. მე რუსი ვარ, კლეხანოვზე ვცხოვრობ, გამოდი. მე აზერბაიჯანელი ვარ, ბოლნისიდან, გამოდი. მე ებრაელი ვარ, ქუთაისელი, გამოდი. გერმანელებმა უთხრეს მამაჩემს, რა ამბავი ამდენი ხალხი რო გაგყავდო, ნუ თუ ყველა მღერისო. ესენი ავადმყოფები არიან. როცა მოკეთდებიან, მხოლოდ მაშინ მივხვდები, ვის რა ხმა აქვს, უპასუხა მამაჩემმა. ვერასად არ შევხვდი ამ ხალხს. ერთი ავსტრალიაშიც კი ვნახე. მამაშემმა გამომიყვანა საკონცენტრაციო ბანაკიდან. და რო დაინახა, მე არ მღეროდი, მითხრა, წადი შვილო, თავს უშველეო. ერთი ებრაელი თბილისშიც ვნახე, შემხვდა თავის შვილებთან ერთად. და შვილებს უთხრა, აი შვილებო, ამ კაცის მამა რომ არ ყოფილიყო, მე დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდია. დღევანდელი ქართული კინო არის ძალიან პერსპექტიული. ერთადერთი, რაც მას აკლია, ეს არის ნამდვილი კარგი დაფინანსება, იმიტომ ჩვენ ახლა უკაცრავ და მათხოვრულად ვცხოვრობთ, არ შეიძლება ასეთი ცოტა თანხის გაცემა, ეს აკლია. დაფინანსება თორე ყველაფერი აქვს, ანუ ყავს რეჟისორები, უკვე სცენარისტები, ოპერატორი, მთელი ესე იგი ეს შემოქმედებითი პირველი კატეგორიის შემოქმედებითი გუნდი და მეორე კატეგორიის იმიტომ კი არა, ეს მეორე ხარისხოვანია, ასევე ტექნიკური სტაფი ყველაფერი ყავს უკვე ქართულ ფილმს. არ აქვს დაფინანსება სამწუხაროდ, არ აქვს დისტრიბუცია. ანუ სულ 4 კინოთეატრია ფაქტობრივად მთელ ქვეყანაში და უძვირესია ბილეთები. ეს არ შეიძლება რომ 8 ლარი ღირდეს ბილეთი და სტუდენტი წავიდეს თავის მეგობართან ერთად. ბილეთი უნდა ღირდეს რაღაც 2-3 ლარი და უნდა კონდეს საშუალება რომ ეს
კონცეფცია მუშაობს არა მარტო აქ, არამედ დიდ ბაზარზე გავედოთ. აი ეს არის ორი პრობლემა, რომელიც აქვს დღეს ქართულ კინოს. აუ, რა დრო გავიდა? რამდენი რამ შეიცვალა? ყველაფერს რომ თავი დამანებოთ, მსოფლიო რუკა შეიცვალა. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. როგორ გაუძლეთ ამდენ გაჭირვებას? რანაირად? ალბათ ვიღაცა ხელი შემოგაშველებდა, გაგამხნევებდა, გაგამხიარულებდა. ბოლო-ბოლო ცრემლს მოგწმენდა. ყველა მახსოვს. ყველა გამოწვდილი ხელი მახსოვს. ყველა თბილი სიტყვა მახსოვს. ყველაფერი მახსოვს. მეც მინდა გავამხიარულო და გავამხნევო. მე რა შემიძლია? არტისტობა. ხორავა რო იტყოდა. დეზდემონა შენ დღეს ილოცე გაგიშება შეიძლებოდა. ვინ არიან ეს დიდები? ჭკვიანები, სულელები, გიჟები, მასხარები. თავიანთი თამაშით რამდენი სიხარული მოხონდათ მაყურებლისთვის. დანას როგორ უხაროდათ ეს თამაში? დიდ მაკაკი ვასალძემ ბრძანა, ქუჩაში გავშლი ხალიჩას და იქ ვითამაშებ. ჰეი! ქუჩაში გავშლი ხალიჩას და იქ ვითამაშებ. იქ! სიკვდილის წინ იკითხა თურმე. ნეტავი იქ თეატრი არის. ნეტავი იქ თეატრი არის. ნეტავი იქ თეატრი არის. Yami